პირველი რატო ვიწყებ ამ ჩვენი წინა გასაუბრების შედეგად შევთანხმდით როგორ რეჟიმში ვიმუშავებთ დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ რომ ყველაფერზე რაც კი კითხვა გაქვთ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მე ჩემი პირადი აზრის დაინტერესებთ იმასაც მოგახსენეთ და თხოვთ რომ აი ეს რეჟიმი შევინარჩუნოთ თქვენ მიერ შემოთავაზებული მე პატარა რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი მე თქვენი კითხვები და ჩემი პასუხები პირველი კითხვა იყო თქვენგან ნიღბით უნდა გვესაუბროთო აი მე ყველას ვეუბნები ეხლა ყველა მსმენელს და მაყურებელს პოზიცია ოპოზიციას სადაც არ უნდა მიხვიდეთ რა საქმეზეც არ უნდა მიხვიდეთ ნაცნობ გარემოში შეხვალთ თუ უცნობ გარემოში მოგიწევთ მისვლა ნიღაბი გეკეთოთ ეს თქვენი განათლებისა და კულტურის მხარეა ეს არის თქვენი მზაობა ითანამშრომლოთ ერთმანეთის სასარგებლოდ ქვეყნის ინტერესიდან რომ ვერ ბრძოლოთ იმ შემოტევას, იმ საშინელებას, რომელსაც კორონავირუსი ქვია და რომელიც სახეს იცვლის მუდმივად. თუ შეგეძლებათ მე სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დისტანცია დაცული იქნება და თქვენ უსაფრთხოდ ჩათვლით თქვენ თავს იმ გარემოში, იცით რა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ PCR-ი გაკეთებული გაქვთ და სიმპტომები არა გაქვთ, ეს შემაწუხებელი ფაქტორი არა გაქვთ, თქვენ თვითონ კულტურული ადამიანი თვლით რომ უსაფრთხო შეიძლება იყოთ, შეიძლება იმ დროის მონაკვეთში ესეც დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს იმ დროის მონაკვეთში ნიღაბი მოიხსნა. ერთმანეთს პირის სახეში არ უყუროთ. ძალიან გთხოვთ, დისტანციას რო დაცული გქონდეთ მეტრიანი, მეტნახევრიანი, ეცადეთ რომ ერთმანეთს პირდაპირ ასე ნუ ელაპარაკებით, ან საქმის გარჩევას ვემგონებათ, ზოგჯერ მამაშვილს რო გაუწრება, ან დედაშვილს, ან მეგობრები რო დაობენ და ასე ნუ გააკეთებთ. ერთმანეთს მოერიდეთ. რამე თუ შემთხვევით თქვენში ტარებული წვეთი, აირწვეთი, რომელიც თვითონ ვირუსის შემცველი შეიძლება იყოს, თქვენ საღად გამოიყურებოდეთ, ფარული სტადია ქონა, ინკუბაციური პერიოდი იყოს, ან და კლინიკურად სიმპტომები არ ქონდეს, სხვისი დაავადების საფრთხე შეიძლება გამოდგეთ. რახან მე ხა დაცული მაქვს ეს ტერიტორია, გაბრაზებას არ ვაპირებ, პირისგან მოვლილი მაქვს, მე შემიძლია ეხა დემონსტრაციულად მოვიხსნა ნიღაბი და თქვენთან, თქვენ კითხვებზე და შესავლის შემდეგ გავაკეთებ პასუხი. ეს მინდა ყველამ დაიმახსოვროთ, რომ ეს გააკეთეთ. ყველასთვის სასარგებლოა სტუდენტისთვის, მასწავლებლისთვის, ხელმძღვანელი თანამდებობისთვის, ჟურნალისტისთვის, თქვენ თვითონ უსაფრთხოდ უნდა იგრძნოთ თქვენი თავი, რომ მე თქვენსა. ეხლა დღევანდელი დღე. ეხლა დავიწყოთ დღევანდელი დღე. პირველი ისეც მინდა გითხრათ, საქმე რასთან გვაქვს? პანდემიასთან. ეს არ არის რეგიონის ან ერთი კუთხის ან ლოკალური პრობლემა, ეს არის პანდემია. დედამიწაზე სრულიად დედამიწაზე ეს ვირუსი დღეს ბატონობს. იმარჯვებს იქ, სადაც სუსტი იმუნური სისტემა დახვდება, სუსტი განათლება დახვდება, არეული მართლობა დახვდება და არაერთ აზრის გარშემო მობილიზაცია დახვდება. იქ იქნება პირველი. სადაც იქნება იმუნური სისტემა, მე გულისხმობ არა მარტო ბიოლოგიური იმუნური სისტემას, საზოგადოებრივი იმუნური სისტემას გულისხმობ, მართლობის სისტემას გულისხმობ, ორგანიზებულობას, განათლებლობას, იქ ეს ვირუსი უკან დაიხევს. ჯერჯერობით მისი უპირატესობა, იმიტომ ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან. დავიწყოთ პირველი კითხვა ასეთი, დღესაც კი, როდესაც პანდემია მძვინვარებს და 40 მილიონს უახლოვდება დაავადებული ადამიანების დიდი რაოდენობა, ეს იქნება პროფესიული აკადემიური სივრცე, პოლიტიკური სივრცე, ოპონენტების სივრცე, მნიშვნელობა არ აქვს. გაუნათებელი მტერი მოყოლე, იძახის ვირუსი არ არსებობს. გავცეთ პასუხი დღეს, ყველამ კიდევ ერთხელ ერთი წელი დამთავრდება დეკემბერში. ვირუსი არსებობს. და მძვინვარებს. ეხლა გავცეთ პასუხი მეორეს. ეს ვირუსი სტანდარტებით მოიკურნალება, სტანდარტულია, ერთი სახეობაა, COVID-19, ეს ერთია, ყველასთვის არა. პასუხობთ როგორც პროფესიონალი, პასუხობთ როგორც ექიმი და 50 წლის სტაჟის მქონე ადამიანი. ვირუსი იმდენინაირია, რამდენიერი ჩვენა ვართ. პოტენციურად ამ ვირუსს საშუალება აქვს 8 მილიარდ ნახევარის სახე მიიღოს. ნიღაბი გაიკეთოს 8 მილიარდი ადამიანის. ვისი შევა მისი ორგანიზმის სახე მიიღოს და მასში არსებული ყველა სივერაგე თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს გვახსოვდეს. ამიტომ ერთია რომ ვირუსი შემოვა ერთი შტამი და თქვენ უკვე დაპირთავთ იმას თქვენს არსებული სისუსტეებით, ის გამოოგო გამდიდრებული თავის სასარგებლოდ შედ დაგანგრევს. ეხა მონაცემები. საქართველოს დღევანდელი სიტუაციით საქართველოში როგორც თელ მსოფლიოში მზარდია ეს მონაცემები, საქართველოში დღეს გაქვს 952 შემთხვევა. თუ ციფრებით სტატისტიკურად მიუძღებით, აქედან დაახლოებით 400-მდე თბილისია, ასევე აჭარა-ხტება, რჩება თავარძონა და იმერეთია და მე რეგიონებად. ეხლა მე ყველა ციფრი შეიძლება არ ვიცოდე და ეს არც უნდა ვიცოდე,
ხალხს უსვამ, ციფრები არ არის მთავარი არის ბიომექანიზმი, როგორ ვრცელდება და რა საშიშროება გველოდება. აქაც გეტყვი. აქაც პატარა მიმოხილვა იმით, რომ თქვენ სახელმწიფოს რესურსი საკმარისი როგორც მარაგე რომ მიიღო კლინიკებმა პაციენტები. კი ბატონო, ამ კუთხითაც. ეხლა მოიაზრება მხოლოდ საწოლები. კი ბატონო. ვაქცინები და ასე. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა კიდე არას რეჟიმში აქედან დავიწყოთ და გითხრათ რატომ უნდა როგორ უნდა გავცე პასუხი სწორად რომ მოსახლემ გაიგოს. კიდე არას რეჟიმი გია. კიდე არას რეჟიმი. დღეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელი პირები აცხადებენ ჩვენ პანიკის ის არა გვაქვს როგორ გითხრათ საფუძველი არა მარტო ფუფუნება პანიკის ფუფუნება ეს არის ორი სიტყვა და შეუხამებლობა მაგრამ ზოგს უნდა რომ პანიკა დაიცესოს ამის ფუფუნება არა გვაქვს არც საფუძველი ეს ობიექტურად ეხლა რაშია საქმე ჩვენ გვაქვს დღევანდელი მონაცემების საფუძველზე ის საწოლმარაგები, ეს არ არის მარტო ტექნიკური ციფრები. ამ საწოლმარაგების მომსახურე პერსონალი, ამ საწოლმარაგებზე მოთავსებული ადამიანების პოტენციურად მოსათავსებელი ადამიანების პერსონალის მიერ გასაწევის დახმარების საშუალებები, ეს იგულისხმება როგორც სამკურნალწამლო დღეს არსებული და დღეს ის რომ ამ დაავადებას კურნალობა უნდა სიმპტომურად, აი ვიღაცამ დაახველა, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი თავი სიმთელეზე. მე არ ვიცი რომელი ხართ, მაგრამ ერთმანეთს გაუფრთხილდით. ასევე ჩვენ ვიცით რომ მომავალ სეზონი, აი გრიპის სეზონი მოდის და სეზონური გრიპები აქაც თანხმედრი ვაქცინაცია, რომელიც ძალიან როგორ გითხრათ, აუცილებელ პირობად იქცა, რომ ჩვენ ამ გამოუცნობი ვირუსის დროს სეზონური, რომელმაც შეიძლება გაგვირთულოს, ან შეგვიმსუბუქოს. ეს ერთი და უყურეთ როგორ არის შეიძლება იმ სეზონურმა გრიპმა დაასუსტოს მოქმედი დღეს ბზინვარე ეს ვირუსი. ესეც შეიძლება, მაგრამ შეიძლება იმათმა ერთმანეთი გააძლიერონ და ჩვენ მაინც უარესობაზე უნდა ვფიქრობდეთ. ექიმები ამბობენ, შიშ დიდი თვალები აქვს და მოდი ბიუჯეტი შიშის თვალებზე დავგეგმოთ. Schreibs an მოწოდეს სამეცნიერო სფეროს ბიუჯეტის გაზდა, ყოველთვის ამბობენ, არა ბიუჯეტის, სამეცნიერო ბიუჯეტის გაზდა, წყალში ჩაყრილი ფულია და ასე იყო, როდესაც ეხლა ციფრები. საქართველოში არის, როგორც მე ვიცი მონაცემები, საერთოდ 17000 საწოლი, საერთოდ. აქედან 12000 სრული მობილიზება შესაძლებელი არის იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან შეხმატკილებულო და ასე მუშაობენ. დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს. დღეს არსებული რეალობიდან სულ მზაობაშია 3500 საწოლი. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პოტენციალები, როცა არის შიშის თვალები. დიახ, მე მეშინია და 12000 ციფრი დავასახელე. მაშინ როდესაც შემიძლია მეთქვა, რომ 4000 თან ერთი რამე დიახ მობილიზებულია. სრულად. თავისი 3900 ექიმია გადამზადებული პირველი გოლის ექიმი. სუნთქვის ჟანგბადის მიწოდების აპარატები, ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც ჭირდება იმ კლინიკური ნიშნების კურნალობას, ეს ყველაფერი აქვს ქვეყანას და არა მარტო. კარგი, ბატონო, მაინტერესებს იმითთან გამომდინარე, რომ ჩვენ ველოდებით არჩევნებს, როგორ გარემოში ჩატარდება, ზოგადად როგორ ჩატარდება ასეთი პანდემიის დროს არჩევნები და უნდა ველოდებოდეთ თუ არა, იმას რომ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენოს ეს COVID აფეთქება და ინფექცია თავის ინტერესებში. აი ამაზე მაინტერესებს. სახელმწიფომ რასაკვირველია თავის ინტერესებისათვის უნდა გამოიყენოს, იმიტომ რომ ჯამთელი პოპულაცია უნდა შეინარჩუნოს, კონსტიტუციური წესი უნდა შეასრულოს, არჩევნები უნდა ჩაატაროს, სადამკვირვებლო მისიებს უნდა უპამ უმასპინძლოს მთელი მსოფლიოდან, რომ კითხვის ნიშანი ამაზე არ არსებობდეს, ამას ყველაფერს სახელმწიფო გააკეთებს. იმ არეალში მოქცეული ადამიანები, რომლებიც ითხოვენ, ჩვენ უყურე რამდენი ამ ტალღას, რამდენი საფეხური რამდენი ტალღათ მჭრელი შევახვედრეთ. პირველი რგოლი, ცხელების ცენტრი, COVID სასტუმროები, გოსპიტლები, მერე რეანიმაციული განყოფილება, ეს ყველაფერი მრავალსაფეხურიანი დიფერენცირებული და სრული მზაობა. თქვენი მეოხებით კრავს. მაგალითს ვაკეთებ, მაგალითს. აი როგორ ჩატარდება დემონსტრაციას. მე ვარ საარჩევნო შემოსვლის წინ. ყველა ადამიანი ნებისმიერი ადამიანი საქართველოს, რომელიც ნებას გამოხატავს თავისი ხმის დელეგირების და გულშემატკივარია ქვეყნის, იღვიძებს დილას 31-ში, განწყობილია, მასზე ზემოქმედება ვერავინ ვერ მოახდენს, თვითონ არის გონიერი ადამიანი, ხედავს რა სამყაროში ცხოვრობს, რა სოფლიოში და არჩევანი გაკეთებულია. მასზე ზემოქმედებას თქვენ ვერ მოახდენთ, ვერც მე ვერ მოვახდენ. იმას ან წამს შენი, ან არ წამს.
ეს ტყუილია. ზოგი ამბობს, ფულს მისცემი, ვერა, ბოდის ვიხდი. აქაც ვერ მოვერევით. ადამიანს შეიძლება ვიღაცამ ზემოქმედების წყაროთ ინფორმაცია იქნება თუ მატერიალური რესურსი ვიღაცა დაახარჯოს, წესიერ ადამიანზე ეს არ იმოქმედებს. მივდივარ საარჩევნო. ვაკეთებ დემონსტრირებას. იმიტომ სიტყვებით მინდა რომ ეს ავხსნა, იმიტომ ჩვენ კარგი საშუალება გვაქვს. რასაც ჩააჯეთ, მაშინ ცოტა ფართოდ ეს გავაჭიკოთ, ვიდრე ვიღაცის ძეძის გინება. ერთი რამე, აი ჩემი ხა რისკებში ხო შემოვედი მე ხა თქვენთან. შენ ხო ერთმანეთზე რისკებს წარმოვადგენთ, რომ შეიძლება ერთმანეთს გადავდეთ. გლიშიში თუ ცხარივე არავის გაუწყვეტია, ვიცით ხო ესეც ხო ბევრი რამეა ხო? აიღურეთ. ყველა 3600-ზე მეტი საარჩევნო უბანია. ყველა საარჩევნო უბანი არის სრულ მზაობაში. ამას ექსპერტები ადასტურებენ, ჩამოსული ექსპერტები დადიან ყველას დონეზე რას ნიშნავს. ეს იქნება დეზობარიერი, ეს იქნება ქიმიური ისა მექანიკური დამუშავება ხელის, ეს იქნება დროის ფაქტორი გათვლი, ეს იქნება თვითონ ყუთთან მისასვლელი. დახურული სივრცე კი არ დაგხვდება თქვენიდან. ღია სივრცე სამი ხვდა შემოსაზღვრული თქვენიდან დახურული რომ აერაციაც იყოს, მაგრამ ფარულობა დაცული იქნება, ესეც ტექნიკური ნაწილია. ამიტომ მხოლოდ ორ შემთხვევაში მოგიწევთ ნიღბის მოხსნა. რამოდენიმე წამით ადამიანი მივიდა იდენტიფიცირებისათვის. მოიხსნა, დაენახა, რეგისტრაცია გაიარა, პირველი შევიდა ხელი უნდა მოაწევოს. იქაც სიაში მოძებნეს, თქვენ ახართ, იქ ვარით, ჩვენ ხო გვაქვს ბიოლოგიური პასპორტი, სადაც მოიხსნით, დახედავენ, შეხედავენ და ეს გაყალბებასაც ხელს შეუშლის, უყურეთ და ეს იქნება სინამდვილეში რეალური პოტენციალის გაზრდა. მერე თქვენ მიდიხართ, აკეთებთ თქვენ არჩევას, მარკირებას ხელს დაიმუშავებთ და ისე გამოყვავთ. ეს უსაფრთხო ზონა. აკაც ესე ვიტყვი, ხატოვნად ვიტყვი. კორონავირუსი ხო თქვი, რომ ყველა ადამიანში თავისებური ფორმით, ეხა პოლიტიკური კორონავირუსიც გეტყვით ერთ რამეს. პოლიტიკური კორონავირუსიც ყველგან სხვადასხვანაირად გამოვლინდა. ჩვენთან მაგალითად პოლიტიკური კორონავირუსი გამოვლინდა ნაციონალური მოძრაობის სახით. ჩემ და სამწუხაროდ. იმიტომ რომ ყველაფერი კეთდება, რომ კორონავირუსის ის წესები დადგენილი უარყოფილი იქნეს. მაგალითად, რას გავდა გუშინდელი შეხვედრა, ან და საერთოდ შეხვედრების ის ფორმა, რომელიც ღია სივრცეშიც კი უპირბადეოდ ერთმანეთის დისტანციის დაუცველად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ კორონავირუსის ხარეს დადგეს. თუმცა არის ოპოზიციური ბევრი ფაზი ადამიანები, რომლებიც სავსებით რეალისტურად უყურებენ სამყაროს და არაწყოთ ქვეყანაში სიტუაციის ავლენა, თავის პოტენციალის გამოვლენას ავლენენ და მზად არიან მიიღონ მოსაკლისგან ის ხმები, რაც დაიმსახურეს. და კიდევ ერთხელ შანსი გაუჩინა ხელისუფლებამ ამ არჩევნებით ყველა ადამიანს თავისი შესაძლებლობით მოხდეს პარლამენტში და იქ დაამტკიცოს მერე თავისი რაობა, რომ მომავალი არჩევნებისათვის 2024 წლის სრულად თანამარ პირობებში მოსახლეს მისცეს განათლებული არჩევანის უფლება. ამიტომ ხაზს უსვამ, რისკები რასაკვირველი არსებობს, ისევე როგორც მზე ყველასთვის რისკია. თქვენ ახალგაზრდები გარუჯვა გიყვართ, მე როგორც ექიმი გეუბნებით, მზე ყველასთვის ერთია, მაგრამ შენი კანისათვის მზე არ ვარგა, შენი კანისათვის სასარგებლოა. ამიტომ ეს ადამიანმა თვითონ უნდა განაწყვეტოს. ვიცით რომ ვირუსი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამისათვის არის, რომ თქვენ დაგაზიანოთ, თქვენში არსებული რესურსი საკუთარი თავისათვის გამოიყენოს და თქვენ მოგსხოთ. ამიტომ ვინც ამ ვირუსის ხარეს დადგება, სამწუხაროდ ის რისკებს იძლის. კარგია, ამ შეკითხვას არ გუფლება, მაგრამ ზოგიერთმა თქვა, კორონავირუსის წინააღმდეგაც უნდა აცვლილიყო ზოგიერთმა პროვოკატორმა. კორონავირუსი არსებობს 20 სახეობა და ეს შტამი ამის მიმართ. ესეც პროვოკაციული შეკითხვა, მაგრამ გავცებ ამ შეკითხვას. პასუხს გავცებ, არ გავექცევი არც ეს. დღეს რამდენადაც მე ვიცი, მობილიზებული არის 200,000 ვაქცინა. გამოვიდა შესანიშნავად განათლებული ადამიანების წება და მათ აუხსნეს მოსახლეობას
იმ მოწოლადი ჯგუფების მიმართ პასუხისმგებლობის გაათმაგების და გაასმაგების, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ეს კომბინაცია და გრიპის მიმართ აცრა უნდა მოხდეს წინ, დაახლოებით 2 კვირით ადრე უნდა მოხდეს აცრა და ჩვენ გრიპის შესაძლო საზამთრო სასშემოდგომო საზამთრო გრიპის ნოემბრის მეორე ნახევრიდან შემოდის უფრო. ამიტომ დაგვიანებული სიტუაცია ნოემბრის მეორე ნახევრიდან შემოდის, ამიტომ ჯერ კიდე არის კიდე დრო. კი ბატონო, კარგი, თუ ასე გინდათ, აქ წამოვართ. ეხლა მეორე კვირა, ეხლა არის ზუსტად ის დრო, როდესაც უნდა დაიწყოს აქცია. მაგრამ ნამდვილად არის დადგენებული. პლუს ამას სეზონური ვირუსი, აი ეს გრიპი და კორონავირუსი ძალიან გავს სიმპტომებად ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, მინდა რესურსების თანახმად ვისაუბროთ. თავიდან როგორ დავიწყეთ, ხო გახსოვთ? ამ გრიპებმა შეიძლება ერთმანეთი გააძლიეროს, შეიძლება დაასუსტოს, მაგრამ ჩვენ უფრო უარესისკენ უნდა ვიფიქროთ. ამიტომ აცრა უნდა ჩატარდეს. ჩვენ თქვით, რომ ის ჯგუფები, რომელიც ყველაზე უფრო საშიშნი არიან, ეს უნდა გამოვყოთ ყველაზე წინ და მათი აცრა უნდა დავიწყოთ. ხას უსვამ, მე კომიტეტის თომაზე ვთქვი და ძალიან არასწორად მიმაჩნია, როდესაც ასეთ კითხვას არასწორად ვამბობ, თორე თქვენ სწორად ვამბობთ ამ შემთხვევაში პოლიტიკურები ისინი ამზაფრებდნენ მდგომარეობას, რომ 3 მილიონი პოპულაციაში, ჩვენ ვართ 4 მილიონი პოპულაცია ავიღოთ, 4 მილიონი ვაქცინა და 4 მილიონი ადამიანი აიცდება. ესე არ ხდება. ეს არ არის. თქვენ ხო იცით? თუ არ იცით, მე წაიკითხოთ მაშინ. ესე არ ხდება. ყოველ დროს ასეთი აცრის დროს, ისე როგორც ამ კორონას დროს 8 მილიარდი ადამიანი არ აიცლება. ზოგი ჯოგური იმუნიტეტ შეიძენს თვითონ, გადატანს შეიძენს, ზოგი შტამს გადაიტანს უსიმპტომო და თვითონ იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ასე. ამიტომ ჯგუფი, რომელიც არის აუცილებლად ასაცრელი, აუცილებლად ეს არის 10% პოპულაციის დასაწყისად. ბატონო? ეკა ჩემო ძვირფასე, იწყება ეს აცრა, ეხლა ყველაფერი 200,000 ვაქცინა არსებობს და იწყება ეს აცრა. ყველგან უკვე არის გამოყოფილი ჯგუფები. ეს იქნება ორსული ქალები, ეს იქნება 65 წელს გადაცილებული, ეს იქნება ყველა ის ადამიანი, რომელსაც გართულება რაღაცა ქრონიკული დაავადების სახით. ეს არის სასუნთქის სისტემა, ნერვული სისტემა, ენდოკრინული სისტემა, ეხლა არ ჩამოყვები. ამ ყველაფერს ავტისებიანი სიმსივნეები და გადააქიმიო მკურნალობაში იმყოფებიან. აი ესენი არის წინა პლანზე. შემდეგ მოდის ხას უსვამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამათთან აქვს საქმე. ანუ ექიმები და ის ადმინისტრაციის ადამიანები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ და მართლა დიდი მადლობა ეკუთვნის თვითონ მათაგანს თავს დაუზაგოთ. კანონითაც იქცევიან, მორალიზმს ნეობის პარკებში და სწორადაც იქცევიან. შეიძლება რამე გამოიწვიოს სიტუაციის უკონტროლობა და თუ ხართ ამ უკონტროლებისთვის მზად თქვენ ექიმები. არა სახელმწიფო. და თუ გაქვთ ინფორმაცია სახელმწიფო რამდენად მზად საყოფნაში ამ ასე ვთქვათ სიტუაციის უკონტროლების. მადლობა. კარგი შეკითხვა, შესანიშნავი შეკითხვა. სახელმწიფოს მე იმიტომ კი არა მე ვარ ახლა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამიტომ არ ვამბობ. მე ბევრი რამეები მინახია ჩემ ცხოვრებაში, ბავშვობას გავიარეს, დასრული ასაკამდე მოვედი, ახლა ბებერ ასაკში ვარ. მე უკვე მივდივარ, ჩემი თაობა მიდის სამწუხარო. სამწუხაროდ, იმიტომ რომ გემშვიდობებით მიყვარხართ, კარგები თორე არაფერი სამწუხარო ამაში არ არის. ჩემი საქმე გავაკეთე და წავა ჩემი თაობა ვალმოხტილი. მაგრამ მეორე არის სახელმწიფო, ეს სახელმწიფო დადგა ექიმების ჭკუაზე. აი რა არის პლუსი. ადამიანის თავარი ღირებულება არის ნაჩუქარი სიცოცხლის შენარჩუნება, ანუ ჯანმრთელობა. მე როდესაც პრემიერს ვაკებ და ხშირად ვაკებ და ობიექტურად, კი არა ვაკებ, ვამბობ რეალურად მე როგორ განვიხდი როგორც ექიმი. მან სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც შეიქმნა და საკოორდინაციო საბჭოა და ოპერატიულად მართავენ ამას, დაამტკანა რას? კონსილიუმს. მე ვიცი და ბრძანებებს გავცემო კი არ თქვა. მოდით, ყველამ და თქვენ რაც იცით, მე მოგისმენთ, ამის კოორდინაციას მოვახდენ და თქვენი მოთხოვნილებების საფუძველზე დავაწყოთ ბიუჯეტით, საგარეო დახმარება, საგარეო რჩევებით, მოსახლეთან მისვიზები, ექიმების აზრზე მყოფი სახელმწიფო ყოველთვის ფიქრობს გართულებებზე, პოტენციურ გართულებებზე. ანუ არა მარტო დღეს სიტუაციაზე, არამედ არჩევნების შემდგომ სიტუაციაზე, ახალი წლები როგორ იქნება, გაზაფხული როგორ შემოვა, გაზაფხული ამაზე ფიქრობს. ამისათვის მზაობარი როგორც შიდა პოტენციალის ორგანიზების კუთხით, თავმოყრილი მატერიალური რესურსის გადანაწილების კუთხით, თავმოყრილი საგარეო ვექტორზე დახმარების კუთხით, თავმოყრილი და ეს ყოველდღიურ რეჟიმში ვითარდება. ამიტომ ექიმებთან ერთად მე ისი იმედი მაქვს, მე რო ექიმი რო ვარ, მე ყველაზე მეტი იმედი ვისი მაქვს, იცით? პაციენტის.
ჩემი ლაპარაკი ტყუილა თუ წყალში ჩაიყარა რა ჯანდაბა მე რო ადამიანს ურჩევ რომ დავიხარჯები აი 5 საათი ვილაპარაკე და ეს გავა 1 წუთი ხო მაგრამ მნიშვნელობა მას არ აქვს რამდენიც არ უნდა გავიდეს სულ არ გააჭიქოთ მე ამას ბოლომდე ვიტყვი სახში ვიტყვი ქუჩაში ვიტყვი მაღაზიაში შედვარ ვიტყვი რატომ მე ეს პოლიტიკოსი მალაპარაკებს ექიმი მე პოლიტიკოსი თქვენი პასუხისმგებლობით პირი აღჭურვილი თქვენს მიმართ და ჩემი მომავალთაობის იმედად მყოფი ჩემ თავზე? აი კონკრეტული მიზეზი რამ შეიძლება რომ გამოიწვიოს გართულება მოსახლეობის და ოფიციალობა თავრობის არასწორმა მუშაობა ფერმა არასწორმა მუშაობა აი ზუსტ კონკრეტული მიზეზი სახელი არ ვიცი მაგრამ ყოველთვის ნებისმიერ დროს გიპასუხებ როცა და საუბნა შემხვდე კარგ შეკითხვებს რომ და ყველას ყურისათვის გიკითხავს რომ აქ არ არის ერთი მხარე ზოგს უნდა რომ სახელმწიფო ისე გავიგონე ისეთი შეკითხვას მაზედა ერთი ჟურნალისტი უპასუხე დასაგვირველია და შეკითხვას მაგრამ როგორ იმ ქვეყანაში სიკვდილობა არ მომატებულა ჩვენთან ასე მოიმატა და გავაჩერე მოусმინე ბოლომდე მე ვუთხარ ესე იგი თქვენ გინდა თქვათ რომ ექიმებს უნდა თუ პაციენტები მოგდნენ თქვენ გინდა თქვათ რომ სახელმწიფოს უნდა პოპულაცია დაეღუპოს თქვენ აი ესე მეკითხებით ამ შეკითხვას რომ ეს გინდათ რომ ჩემგან არ არის აქ საქმე ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს ამის პასუხისმგებლობა არ არის ერთ მხარეს ვირუსმა არის ის დიდი პატარა ვირუსმა არის ის საქართველოს და ამერიკა და ისრაელი და რა ქვია სამხრეთ აფრიკა ვირუსი არის ისეთი ფორმა არსებობის რომელიც თავის უპირატესობას შენ სისუსტეში ეძებს ამიტომ სახელმწიფო რომელიც როგორ გთხოვთ ადამიანებს აი მე ხო არ შემიძლია ვინმე სხვა მაღალი სიტყვა უთხრა ან გაუბრაზდე ჩემ შვილიშვილებს არ უბრაზდები და შვილები არ გაბრაზდებით არ გამიზდია ეს არ მახასიათებს მაგრამ მუხლმოდრეკით გთხოვთ რომ ის 5 ძირითადი პრინციპი რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ამიტი 90%-მდე შეამციროთ რისკები 90%-მდე ეს გავაკეთოთ ერთად ჩვენი საქმეა გირჩიოთ დავწეროთ გამოაქვეყნოთ თქვენთან ერთად გავაშუქო ყოველდღე მე ტელევიზორს ჩავთავ თუ არა პირველი არის პირბადი ესე ატარეთ ხელები დაისურთა 3 წლის ბავშვი შვილიშვილები მიყავს 4 წლის ზეპირატიციან კორონავირუსის თავიდან მოვა ესე იგი თუ ეს დაირღვა რისკებიო ვისი ბრალი იქნება კითხვა მინდა დავსვა სახელმწიფოსი რომელმაც რამე მოაკლო ან ინფორმაციული კუთხით მოაკლო ან მისი რესურსის მობილიზაციის კუთხით ან გადამზადების სახელმწიფო იქნება რა მე მინდა თქვენთან ერთად გამსაჯო ან ძალიან ხშირია ინფორმაცია თუნდაც საინფორმაციო საშუალებებში როცა პაციენტები იძახებენ თუნდაც გუშინ იყო ერთ-ერთი შემთხვევა ბავშვთან დაკავშირებით ვერ მიდის მეც პერსონალი აი თუნდაც კონკრეტული შემთხვევა ერთ-ერთი სკოლიდან დაითხოვეს ბავშვები იმიტომ რომ მოსწავლეს დაუდასტურდა კორონავირუსი გაუშვეს შემდეგ არავის შესაძლებელი არანაირი კონტაქტი ისე არიან მიშვებულები და აი ეს პრობლემა არ არის დღეს თქვენ კარგით ესე იგი აქაც ყოფილა გადმარტება გასაკეთებელი კარგით ეხლა უყურეთ არის ასეთი რამე დაავადების ფორმა რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებას ეს არის გართულება 10% შემთხვევაში გართულებულია მოდი მაშინ ეს გავმართოთ 10%-ია გართულება ამისათვის არის სიცოცხლის ბრძოლა ექიმების პოტენციალი, ინტელექტუალური პოტენციალი, საერთაშორისო პოტენციალი, წამალი, ჟანგბადის მიწოდება, ხელოვნური ვენტილაცია, ერთთანი სანიტარი, რა ვიცი, ყველაფერი ერთად ერთი სიცოცხლის გადასარჩენა. არის სტაციონარული მომსახურება, ჯერ რეანიმაციაში არ ქვევით ჩამოდივალ, უფრო მსუბუქი ფორმა, არის გამოვლენილი ფილტრების ანთება აქვს, არის გართულების საშიშროება და ის კუპირება უნდა მოახდინოთ უკვე ჰოსპიტალის დონეზე. არის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს მსუბუქი ფორმა და ჯერ არ საჭიროებს ასეთ ღონისძიებას მონიტორინგის გარდა არაფერი არ ჭირდება და როგორც სამორო მონიტორინგის დროს გამოვლენილი დამძიმების პირველივე გამოვლენებაზე ის საწოლფონდი რომელიც თქვენ მე მითხარით და მზაობაში არის ტყუილად რო არ იქნეს მის დაკავება და მართლა ვისაც ჭირდება ის არ დაგჭეს გარეთ ეს კიდევ ერთხელ ეს არის მრავალ საფეხურე მრავალდონიანი მონიტორინგშია ბატონო პრობლემა აი ყურადღების კონტაქტის პრობლემა მონიტორინგის პრობლემა ადამიანი არის ახში და ელოდება თქვა როდის აუწევს სიცხეს გვარს და მას ყურადღებას არავინ არის იყო ასეთი ზარებით რომ ბევრი ადამიანი რეკავს რომ აი მე არ მიპასუხეს ერთმანეთს ჩაი არ დამალევინესო პოლიტიკოსმა არა ჩაი არ დამალევინესო მე ისე გამიკვირდა რომ მაშინ მაგის ჯინი ხوارჭირდა ვინმეს ჩაი რას ქვია წყურვალ ადამიანს აი მაინცელო დაიძახა და წყალი უნდა დაალევინო ხო ეს ისე პოლიტიკურ ველზე გამოსვლის შემდეგ ალბათ ვერ გაუძლოთ ცდუნებას და უნდა აი ეს გეთქვა თორემ მე გულში ალბათ თავის თავს მოთქვა რომ არ მქენი სწორიო ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა ყველას შეაღრო სანიტარს შეურაცხყოფა მიაყენა ექიმში ყველას მიაყენა
აი ხა რა არის მონიტორინგი? ჩემს გარშემო არის ორი წება ადამიანების. მე ხო საჯარო პირი ვარ და ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. სახში მოდიან. მე მაჟორიტარი ვარ, ეს კი არ ნიშნავს. გდანილადაც მოდიან ჩემთან. და ასე იყო თელი ცხოვრება და ასე გაგრძელდება, სანამ მე შემეძლება ვიღაცას პასუხი გავცე და ვიღაცამ დამინახოს როგორც მისი დამხმარე. ჩემთანაც არის ეზარები, რომ აი დავრეკე და არ გვიპასუხეს და ეს არის ტექნიკური წონი, ეს ტექნიკური წონი იმ ადამიანების, ვინც ეს არ შეასრულა, მას უნდა მოეკითხოს, მაგრამ არის მეორე წება, რომელიც მირეკავს და მეუბნება მადლობით ავსებული ვარ, ეს რა კაი სისტემა მოყოლებული. სახში წევარ და ხუჯერ და მირეკეს. მომიკითხეს. ხედავ სად მიდივარ, ექიმობა რა არის, ექიმობა არის ყურადღება, ექიმობა არის ხელოვნება, ექიმობა სახელმწიფო ამ შემთხვევაში ექიმს მიამსგავსე, რომ ეს სასიკეთო თვისებები ექიმის ადამიანთან ყურადღებიანი ურთიერთობის და დახმარების გაწევის უანგარობა არის ჩვენი ფუნქცია. ეს ოჯახის ექიმების დონეზე, ვისაც პირველადი კონტაქტი აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ საკმარისია ეს ოჯახის ექიმები, რომ აკონტროლოს სიტუაცია და შემდეგ გადაანაწილოს სად და როგორ? იმ სწორი კომუნიკაციის პირობებში, როცა დღეს არსებობს ყველანაირი ტელეფონი იქნება, ინტერნეტი იქნება, სიტყვიერი შეტყობინები იქნება, მეზობელი იქნება, სოციალური მუშაკი იქნება, მე ვფიქრობ, ეს პოტენციალი საკმარისია.